ახალ ლექსუსს არ უფორმებენ, ევრო 6-ის ავტომობილს არ უფორმებენ. ყველა არის ევრო 6-ის. რატო არ უფორმებენ? იმიტომ რომ ცენტრში უნდა მივიდეს საქართველოში, ცნობა უნდა აიღოს, მიიტანოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში და იქ ან მისცემენ ბეჭედს დაურტყამენ ან არა. და ახლა რა ხდება? რომელიც ცენტრი მოგცემს საბუთს. მიცუბიშის ცენტრი მოგცემს საბუთს, არა. ავტომობილს მოყვება აგერ არის მისი პასპორტი ყველაფერი. რა გინდა, რას ეძებ? აგერ არის პასპორტი, აგერ არის სკრინი. ეგერ მოყვება წიგნი, ინვოისი, ყველაფერი აქვს მანქანას, მაგრამ ეს რომ მე გელა ბარკალაიას არ შემიყვანა, ამიტომ მიიღეს დუბაიდან ეს პასპორტი და ვამბობ, რომ ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა ვებხვაძემ სახელი არ მახსოვს, ჩემს იურისტებთან ერთად ჩვენ ყველაფერი გვითხრა, ვინ როდის სად დაალაგა ეგი და ეს იქნება ხვალზე ყველაფერი ნათქვამი. მე იმ ადამიანებს მინდა უთხრა, რომელმაც გუშინ მთელი დღის განმავლობაში ჩემი სურათები გამოფინეს, თითქოს ჩემს სასარგებლოდ გაკეთდა. გეუბნებით, საქართველოში პიკაპი შემომყავდა მე, რეალურად და ძირითადად. მთელ სახელმწიფოზე ვყიდიდი, კარგ-ფაში და გარანტიასაც ვაძლევდი. და დღეს ვის შეყავს? ვინც ყიდის დაუშვათ, ცენტრი ვარო რო იძახის, არასდროს ავტომობილი არ აყავს და თუ ყავს ძალიან ძვირად. რა არის გამოსავალი? გამოსავალია ის, რომ მინდა პრემიერს ვთხოვო, რომ თუ თქვენ ამბობთ, რომ 6 წლის ქვევით მანქანა არ შემოვიყვანოთ, მაშინ დუბაიმ რა დააშავა? დუბაის ხალხი ინვესტიციას დევს მილიარდობით საქართველოში. მე გამოფენებზე სიტყვით გამოვდივარ და ჩემს ქვეყანას ვადიდებ, ხო? ამ დროს მე რა უთხრა ამ ხალხს, მე პიკაპი ვერ შემყავს და მანქანები ვერ შემყავს საქართველოში გასაყიდად, ხო? და უყურე, ფასი გაიზარდა საქართველოში ძალიან ავტომობილების. მე ტენდერში 3 წელია მონაწილეობა არ მიმაღებიეს, ხო? და ერთი კალოტკის გამოსვლა სახელმწიფოს უჯდება 10-ჯერ, 20-ჯერ მეტრი, ვიდრე როცა მე ვიყავი. აი ეს არის მიზეზი. ერთად მოდი, აი უყურეთ, ნინი. აი რამდენი ავტომობილი ყავს, შეხედე. ეს არის ჩვენი მაღაზია უბრალოდ. აი ეს ყველა მიცის, ახლა მე ვინც მიცნობს, აქედან ჩვენი ოფისი აგერ არის და ბევრჯერ გავაკეთებ გადაცემა. აი ეს ავტომობილები, რომ ეს საქართველოს შემოყვანია, ერთ დღეში გაიყიდება, რატომ? ევრო 4-ია, მეტი არ გამოდის. საბუთები ყველაფერია, გამონაბოლქვი არა აქვს. და თუ არ გამონაბოლქვი, არის დიაგნოსტიკის ცენტრი საქართველოში და ერთ წუთში მოგცემენ, რომ გამონაბოლქვი არა აქვს და რატო არ მიფორმებ?